Այս ნომერ პირველი საძულველი ადამიანი ვინც ზის ციხეში პრეზიდენტი რომელსაც დააქცია ქვეყანა. კაც ძალიან ცოტა პროცენტი ხდება იმ რაუბედურება მოუტანა და მეორე ასეთივე აი ეს ახლა ვინც არის ეს პერსონა წარმოუდგენელი, უბრალოდ გარდა იმისა რომ ეს შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემას და კვალიფიკაცია საერთოდ არ გააჩნია. საერთოდ. Ada ესეთ ისტერიკაშია, ეს სახში სამზარეულოში არ უნდა იქცეოდეს, არამედ თუ ამ თანამდებობის არის თუ არა პრეზიდენტის პასუხისმგებლობა, როდესაც მეორე დღეს გამოვიდა და თქვა რომ არა არჩევნები. Აი ეს რაღაცა ტრიგერი იყო თუ არა, აი ამ ყველაფრის სიტუაცია შეხედე, ამათ როგორ აყავთ ნაგინები. Აი სიტყვებს ხო ვერ გავიმეორა, როგორ აქვს ნაგინები და აი ამათი ლიდერი გახდა. ეს კი როგორ არ წხვენიათ ასე რომ კაცი ნაგინები მყავდეს, ებას საერთოდ ვერ შევხვდები, რაც უნდა მართალი იყო ასე კაცი რომ მყავს ნაგინები. ეხლა კიდე უარესენა. გულინგი უნდა მოითმინოთო ესე თქვა მან ბოლო ინტერვიუში. ეს უკვე ამას აღარა აქვს მნიშვნელობა რა. ეს არის თუ ჩვენ პრესტიჟზე ვლაპარაკობთ, ეს არის ადამიანი რომელიც თავს გჭრიან. თავს გჭრიან. ლუქსემბურგის ეხლა ეს უნდა მეთქვა. არ დამირეკავსო ბოლო ინტერვიუში თქვა. კაი რაღაცა მოხდა, მან კაი რაღაცა თქვა. იმან უბრალოდ დამალული ვერ იქნება, ყველაფერი გამოჟღავდა. იმან უბრალოდ ამის ახსნა ვიცი, მაგრამ ახლა ცოტა დროს ვფრთხილდები, ხო? გათქვა. ეხლა ნახე როგორ წყდება ჩემი ქვეყნის ბედი. ხალხი გამოვიდა. მათ აინტერესებთ, რომ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ხვალინდელი დღე როგორ დაждდება, რა გათენდება აინტერესებთ. რამდენი ადამიანი ნერვიულობს, რატომ მიდიხარ არჩევნებზე, ხო? რაღაც უკეთესობისკენ უნდა შეცვალო. ეხლა აი ამის ფონზე ეს დაძაბულობა არჩევნები ჩატარდა, კარგად ჩატარდა, ყველა მიცის. ყველა მიცის. ეს მერე და მერე გამოჩნდება კიდე. და ეს ურეკავს, ასეთ ვერსია ავიღოთ, როგორც არის ვერსია. დაურეკა, დაეუნება, არ აღიარო. რა თქვი? ეს არჩევნები არ აღიარო. ეს არ აღიაროს თხოვნა უკვე აღიარება რომ არჩევნები ჩატარდა, მაგრამ შენ არ აღიარო. ეს არჩევნები ჩვენი წაგება, ამათი მოგება არ აღიარო. მის პასუხი კაი ხარ, არ ვაღიარო. წამოსამარეში პრეზიდენტმა თქვა, რომ მე ჩამოთვალა ვის დაურეკა, არ დამირეკავსო ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის. ეხლა ესენი დაჭამენ ერთმანეთს, მაგიში გარკვევა კი არ მიდე, მე უნდა პარაგო პრინციპი, ჩემი ქვეყნის ბედი, აი ამ ევროკავშირში ვიღაცა ხატე სახე ხატად რო გაიხადეს, როგორ წყდება ჩემი ქვეყნის ბედი. მოდი არ აღიარო რა. არ ვაღიარო. ჩვენ ქვეყანაში ვართ, ხალხი დაძაბული. ღამე იძინებ დილთუნა გად, აი ეს ვიღაცა ორი შპინგალეტი ლაპარაკობენ, ბიჭო, მოდი რა არ აღიარო. აი ჩემი. არა მხოლოდ ორი, არ ვიცი რამდენი ჩამოთვალა, ხო, მაგალითად მოყავ. პრინციპზე, მე ხო აი როგორ წყდება. გესმის? და ეს ვიც გამოვარდებიან, ეს როთი და ვიღაც როთი როგორ უნდა ჩამოუშვათ. ჩამოსულები არიან ფოტოშოპ რამდენიმე კიდე ჩამო. ასე როგორ უნდა აიყვანო ამ პედესტალზე რომ შენიანი ლანძღო ისე რომ როთი გაიხადო ეს ყველაფერი ხო დაარქივდება, ეს ფოტოებიც ხო გაყვითლდება. და რაღაცა ეს პერსონაჟები ხო შემორჩებიან.